საინტერესო პოლიტიკურ წელიწადს ძალიან ბევრი მოვლენით დატვირთულ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობით სავსეს ახლა და მოვლენების ეპიცენტრი რა თქმა უნდა იყო საკანონმდებლო ორგანო, სადაც იღებდნენ როგორც კანონებს, ასევე განიხილებოდა ყველაზე ხვაურიანად ყველა მოვლენა. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად. მთავარი მოვლენა, მთავარი გამარჯვება მთელი ქვეყნის, არა მხოლოდ წლის, ალბათ 10 წლეულების უახლესი ისტორიის, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და ახლა სწორედ ის დროა ზუსტად განმარტოთ რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, რა შესაძლებლობას იძლევა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით დანემაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლის კულმინაცია და არა მარტო წლის, ჩვენ გამოვერეთ რთული 3 წელი, ასე ვიტყოდე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უამრავი სირთულით დაბრკოლებით იყო სავსე. ეს 3 წელი, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით ჩვენ მოახერხეთ წარმატების მიღწევა, თავიდან მოახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, ამაგრესოდებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება, მოახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში, გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში და საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას. ეს არის დაწყებული გზის გაგრძელება. ხო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ყველა ახალშესახები მიღწევა, ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზა ლიბერალიზაცია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ კუთხით იყო ბუნებრივია კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იყო ხალხის გამარჯვება, ასე ვიტყოდი. ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე, გამოცდილება ყველაფერი, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ამ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. მოვლენების ორი ეპიცენტრი შეგვიძლია ვთქვათ, ერთი იყო თბილისი და საკანონმდებლო ორგანო, მეორე იყო ბრიუსელი. და როდესაც ჩვენ ვისმენდით ხოლმე განცხადებებს წლის განმავლობაში, მათ შორის თქვენი ოპონენტების მომხრე ევროპარლამენტარებისგან, ცალკეული პირებისგან, რომლებიც აკეთებდნენ სხვადასხვა განცხადებებს ქვეყნის საწინააღმდეგოს და ასევე ეს ადამიანები ღიადაც საჯაროდაც ეთერშიც არ ერიდებოდნენ ამის თქმას, მათ შორის გულისხმობ ოპოზიციას, ხო? რა იყო ის სურპრიზები, რომელიც ოცნებას ხვდებოდა, როდესაც ბრიუსელში მაგალითად ჩადიოდა საპარლამენტო დელეგაცია, ჩადიოდა პრემიერი ან სხვა მაგალითად ჩადიოდა საპარლამენტო დელეგაცია, ჩადიოდა პრემიერი ან სხვა ადამიანები და რას შეიძლება შოკის მომგვრელი არ იყო თქვენთვის, მაგრამ მინიმუმ გაგიკვირდათ. ნუ რეალურად ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, რთულდებოდა უფრო მეტად ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და მას ჰქონდა რა თქმა უნდა ძალიან მარტივი ახსნა. ისინი იქაც ლაბარაკობდნენ იგივეს, რაც ლაბარაკობდნენ ქვეყნის შიგნით. გარეთ ხო ვერ წახვალ და სხვა რამეს ხო ვერ ლაბარაკობ. ჯერ მარტო ის ადამიანები იმასაც უსმენენ, რასაც ოპოზიცია საუბრობს ქვეყნის შიგნით. რასაც ლაბარაკობდნენ ქვეყნის შიგნით, იგივეს ლაბარაკობდნენ ქვეყნის გარეთ. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ნუ ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას და ეს შემდეგ, ასეთ პირობებში მათი მთელი საქმიანობა იყო მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიიღო კანდიდატის სტატუსი. გათვლა იყო უმარტივესი. არ იღებს სტატუსს, უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა ცადო რევოლუციის მოწყობა. თუმცა ნუ ამის პერსპექტივა არც იყო. თეორიულად რო წარმოვიდგინოთ ჩვენ შემთხვევაში, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაინც არ ქონდათ რევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი. ნუ საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინა ძალიან კარგად ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით ქონდა წარმატება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ხო კულმინაცია, ანუ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ამ პროცესების ძალიან დადებითი კულმინაცია. ამ გადასახედიდან, აი თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ეს დადებითი შედეგი იყო? დეზინფორმაციის მძლავრი კამპანია იყო ოპოზიციის მხრიდან, დიდი ფული დაიხარჯა ლობისტებში, ხო? დასავლეთში იყვნენ ძალები, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოს მეორეჯერ დაჩაგრულიყო და ეს უსამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმეორებულიყო. აი რამ შეცვალა ის სცენარი, რომელიც ახლაც ახსენეთ, რომ დესტაბილიზაცია უნდა მომხდარიყო ქვეყანაში? ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ პოლიტიკური თვალსაზრისით, თქვენ გახსოვთ იყო უამრავი უსამართლობა, 3 სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში, აბსოლუტურად უსამართლო, სადაც ეწერა, რომ
დამნაშავეები უნდა გათავისუფლდნენ, ბიზნესმენები უნდა დაისაჯოს, ამ ხარისხის უსამართლობაზეა საუბარი. ხო, ერთი, მეორე, მესამე რეზოლუცია თანდათანობით იზრდებოდა ხმის მიცემის მაჩვენებელიც, ხო, ჯერ იყო თვალსაჩინო 300 ხმა, მერე 350, მერე 450, ამ მასშტაბის უსამართლობასთან ქონდა ჩვენ საქმე. საბოლოო ჯამში ჩვენ ვაჩვენეთ ღირსეული დამოკიდებულება საკითხისადმი და ბოლომდე დავიცავით სამართლიანობა და სიმართლე. და ამ პრინციპულობამ გამოიღო თავისი შედეგი. და კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ გაიგო ყველაფერთან დაკავშირებით სიმართლე, რა თქმა უნდა მარტივი არ იყო ჩვენი მხრიდან სიმართლის ლაპარაკი, იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით, ხო, გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს, რაც არ უნდა უსამართლობა იყოს, რა თქმა უნდა, იქ ოპონირება რთულია და შეიძლება საზოგადოებაც თავიდან ამ ოპონირებას ცოტა სხვანაირად აღიქვავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს მე მგონი ყველამ დაინახა, რომ ეს ოპონირება ჩვენ მხრიდან ევროპარლამენტის გაკრიტიკება, ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რომელიც იქიდან მოდიოდა, საბოლოო ჯამში ემსახურებოდა ერთთავარ მიზანს კანდიდატის სტატუსის მიღებას. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ უსამართლობას უპირისპირდებდით ჩვენს მხარ პოზიციას და ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე, სწორედ ამან მოიტანა საბოლოო ჯამში ის წარმატება, რაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. და გარდა ამისა, საზოგადოებაც იგებდა ჩვენგან სიმართლეს და პრინციპში საზოგადოება იყო უფრო მეტად გაძლიერებული იმ პოზიციებში, რომელიც იყო დასაცავი, ქვეყნისთვის დასაცავი. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ხალხის ძალამ. დღეს ეს უნდა ითქვას თავიდან ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ჩვენც გქონდა ეს სკეპტიკური დამოკიდებულება მათ პოზიციას, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ადამიანებმა საზოგადოებას უთხრეს სიმართლე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე ამაზე კომენტარის გაკეთებაც გვიჭირდა, მაგრამ ერთ რამ შეიძლება ითქვას, რომ წერილები გვხვდებოდა ხშირად მათი მხრიდან, რაც იყო იმ წერილებში ნათქვამი, თითეული წინადადება იყო სიმართლე. უბრალოდ ჩვენ ამაზე გვიჭირდა მაშინ საუბარი, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარება, ერთი კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, გარკვეული ადამიანები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეულ პროცესებში აღარ არიან დღეს საქართველოში. მათ შორის ელჩებს გულისხმობ. მათ შორის დიპლომატებსაც გულისხმობ, რომლებიც ქვეყანაში იყვნენ. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება ყველა მიმართულებით, ამიტომ უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ წარსულზე, რომელიც გამოვიარეთ, რომელიც იყო რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა სირთულე გადავლახეთ და ახლა წარსულში უფრო მარტივად შეიძლება საუბარი ამ თემებზე. აი, როდესაც საუბრობთ ელჩების ჩართულობაზე, თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა ტიპის აქტივობები იყო მათი მხრიდან და ანუ რა ხდებოდა კულისებში? პრინციპში არა მარტო კულისებში, საჯაროდ ხდებოდა რეალურად ყველაფერი. შეგახსენებთ რა ხდებოდა 2021 წელს. ოპოზიციას არ ქონდა არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბების შესახებ. პირიქით იგი დავამტკიცეთ, რომ მათ გააყალბეს 1000 მაჩვენებელი. ეს იყო პარალელური ხმისათვლის შედეგები, დაუბალანსებელ უბრალოდ ზედმეტობებზე ქონდათ ყალბი მონაცემები და ეს შემდეგ ყველაფერი დავამტკიცეთ. ანუ ჩვენი მხრიდან დამტკიცდა, როდესაც ასეთ პირობებში ოპოზიციის საბოტაჟს უწოდებ კრიზისს, ეს არის რა თქმა უნდა უსამართლობა, ეს ხო არასწორი. ჩვენ მოგვიწია ასეთ პირობებში აბსოლუტურად არასწორ მოლაპარაკებებში შესვლა, რაც იყო იძულება, მერე ამ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა და ეს შემდეგ ამ ყველაფერში იყვნენ ჩართული კონკრეტული ადამიანები, უცხოელები, რაც იყო ძალიან სამწუხარო. დღეს ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და მოგვიანებით გახსოვთ რა პროცესები წარიმართებოდა, იგივე გაიხსენეთ თქვენ შესავალში სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები და გახსოვთ მაშინ როგორ წარიმართა ეს ყველაფერი, მათ შორის დემარშები. წარმოიდგინეთ, ანუ დემარშები იმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული ფარსი იყო, სპექტაკლი იყო. და სამწუხაროდ ამ სპექტაკლებში ახერხებდნენ ვიღაცები, მათ შორის დიპლომატების ჩართვას. ეს ყველაფერი არის რადიკალურად შეცვლილი, ეს არის ცუდი წარსული, რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისა, რომ სამომავლოდ სრულიად განსხვავებულად წარიმართოს პროცესები, დამოკიდებულებები არის შეცვლილი. თავარია ჩვენ ამას გავაფრთხილდეთ და ბოლომდე ასე გავყვეთ სამომავლოდ ქვეყნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეიცვალა ეს მიდგომები და დამოკიდებულებები, რა იგულისხმება და მომავალში რა გველოდება. კანდიდატის სტატუსი რას ცვლის შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით ცვლის თუ არა ეს იმ გეგმას, რომელიც არსებობდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, იმიტომ თქვენ როდესაც ხალხის
ხალხის ძალაზე ლაპარაკობთ, ხალხის ძალის ახალი წერილები და განცხადებები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ახლა გეგმები უკავშირდება მოლაპარაკებების გახსნას წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის შეამცირებდა ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს და ეს რეალურად ასე არის, ასე იქნება. რეალურად 2 წლის განმავლობაში, თითქმის 2 წლის განმავლობაში ამ თემას რადიკალური ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებისთვის. ეს ხო მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, მთელი პოლიტიკური დისკუსია იყო აგებული კანდიდატის სტატუსზე. არაფერი არც ეკონომიკა, არც სოციალური საკითხები, არც ინფრასტრუქტურა, არაფერი არ აინტერესებდა საერთოდ. იყო მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი, რომელსაც იყენებდნენ ერთადერთი მიზნით. ეს იყო რამენერად პოლარიზაციის გაღვივება ქვეყანაში. დღეს ეს ინსტრუმენტი, რომელსაც 2 წელი იყენებდნენ გაღვივება ქვეყანაში. დღეს ეს ინსტრუმენტი, რომელსაც 2 წელი იყენებდნენ, გამოიცალა ხელიდან და პირიქით იყო იარაღად მოაზრებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად, საარჩევნო პროცესები იქნება უფრო მშვიდ გარემოში წარმართული, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სხვა ვითარებაში, კანდიდატის სტატუსის არ მონიჭების პირობებში. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხითაც იყო ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ იქნება კი ეს გარდამტეხი წერტილი. რატომ ვკითხულობ? თქვენი ოპონენტების რიტორიკა შეგვიძლია გავყოთ 2 ეტაპად, 2 ნაწილად. ერთი, როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი არ იქნება და მეორე, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ სტატუსი კი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შანსი არ გვაქვს ევროკავშირის წევრობის, სანამ ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შერათ, რომლებიც არიან ოპოზიციის ამორჩეველი, ხო? რამე შეცვლის სტატუსის მიღება? მათთვის ახლა არც არ შეცვლის, უბრალოდ მათი დასუსტება გამოიწვია საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალური ვითარება. ანუ პოლარიზაციას იწვევს ხოლმე რა მოცემულობა. როდესაც რადიკალური ოპოზიცია ძლიერდება, მათ შორის ძლიერდება ასეთი ინსტრუმენტებით, ამ შემთხვევაში პოლარიზაციის ხარისხი იზრდება ხოლმე. დღეს იმდენად დასუსტებულია ეს რადიკალური ოპოზიცია, ხედავთ რა ვითარებაა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ეს ბუნებრივად დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხს, ხო, დაწეულია პოლარიზაციის ხარისხი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ვითარებაში წარიმართება წინასაარჩევნო პროცესი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღება კიდევ ერთხელ გამირო დადებითად აისახება საბოლოო ჯამში, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც გვექნება ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ. მაგრამ ხომ არ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც იქნება ანალოგიური ბრძოლა, პოლიტიკური ოპონირება, როგორც ჰქონდა გასულ წელს, უბრალოდ საბაბი არა კანდიდატის სტატუსი იქნება, არამედ მოლაპარაკებების გახსნა წევრობას. ეს უკვე ძალიან სუსტი ინსტრუმენტია. თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, რომელიც იყო ერთგვარი რაც გარდამტეხი მომენტი, ხო? მოლაპარაკების გახსნის საკითხის გამოყენება რევოლუციური მიზნებისთვის არის უბრალოდ უკიდურესად რთული. შესაბამისად, ამით პოლარიზაციას ვეღარ გააღვევებენ. რაც შეეხება გაწევრიანებას, მოლაპარაკების გახსნას და ეს შემდეგ, ჩვენ ვიცით როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, ხო? დღეს ყველაზე წინ წაწეული ევროინტეგრაციის კუთხით კანდიდატი ქვეყნებიდან არის 2 სახელმწიფო, ეს არის სერბეთი და მონტენეგრო და დაახლოებით 12-14 წელია მათ აქვთ მიღებული კანდიდატის სტატუსი და ჯერ უშუალოდ არ განიხილება თარიღი მათი გაწევრიანების. ეს არის დღევანდელი პრაქტიკა. მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და აქ არ გულისხმობთ მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას და არც მხოლოდ ბოსნიას, აქ გულისხმობთ მათ შორის სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს, ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა არის ბევრად უფრო წინ წასული ყველა მიმართულებით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს საბოლოო ჯამში ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც 4-5 წელიწადში იქნებით წადი მისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს, დანარჩენი არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაახლოებით თარიღიც ითქვა არის 2030 წელი, როცა ევროკავშირი გეგმავს, რომ უკვე ახალი წევრები ჰყავდეს. ანუ ამ დროში თქვენ ვარაუდობთ, რომ ქვეყანა შეძლებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც წევრობისთვის არის საჭირო. არა მარტო ვფიქრობ, პირობა შეგვიძლია დავდოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიის მდგომარეობით, ეკონომიკის მდგომარეობით და ასე შემდეგ. იგივე ეკონომიკა რო ავიღოთ, ხო, და შევადაროთ საქართველოს, მოლდოვას, მარტო ამ 2 წელიწადში წელსაშარშან 8 მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკებს შორის სხვაობა მოლდოვასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ 8 მილიარდით წინ წავედით ჩვენ მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როცა დადგება დღის წესრიგში გაწევრიანების საკითხი, თავარი კრიტერიუმი იქნება მაინც ეკონომიკა. არასწორად წარმოაჩენენ ამ ყველაფერსაც, რომ ამბობენ, რომ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მერე გიჩნდება შანსი, რომ ეკონომიკა გაუმჯობესდეს. სინამდვილეში პირიქით არის ყველაფერი, ჯერ უნდა გაზარდო მინიმალურ ევროპულ დონეზე ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი. და ჩვენ ამ კუთხით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა და გვაქვს პერსპექტივა, რომ საშუალოდიან ასე ვთქვათ პერსპექტივაში გვაქვს იმის საშუალება, რომ დავეციოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის წევრები, ნუ საუბარი რა თქმა უნდა ყველაზე დაბალ რგოლზე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მომავალი წლის დავალება არის 9 რეკომენდაციის შესრულება. აქ სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელსაც ოპოზიცია უსუსტეს უწოდებს, იწუნებენ ხაზგასმით. როგორ პროცესს ელოდებით? იქნება თუ არა ეს პროცესი ინკლუზიური, რაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა და იმ წარსულ შეცდომას გაიმეორებს, ან მეორეჯერ შევა ოპოზიცია ამ დინარეში, რომ ისევ წაგებული თამაში აღმოჩნდეს? Ну, ნახოთ, რეალურად თუ შეხედავთ თქვენ 9 პუნქტიან გეგმას და უბრალოდ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12 პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოგიდგენეს თავის დროზე 2 წლის წინ, რეალურად მოცულობით არის დაახლოებით იმის მიათედი, რაც იყო 12 პუნქტიანი. ანუ 9 პუნქტიანი მოცულობით აჭერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება არის ბევრად უფრო მარტივი. ანუ ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ნაკლებ დროს მოითხოვს და ეს შემდეგ ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ნაკლებ დროს მოითხოვს და ეს შემდეგ არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც შესრულებას ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ, რომ ერთი რომ გვაქვს ნება, მეორე რომ გვაქვს რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ ეს პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა იმ 9 პრიორიტეტს. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, ნუ მათი გადასაწყვეტია. ჩვენ როგორც წინა შემთხვევაში ახლად შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო ვიმუშაოთ ოპოზიციის გარეშე თუ ჩაერთვებიან, ნუ ეს არის მეც. მაგრამ ამ 9 პრიორიტეტს თან ერთვის საარჩევნო წელი, რომელიც გამოირჩევა ერთგვარი თავისებურებით, რომ ერთის მხრივ არის ნაცმოძრაობა, რომელიც კეზერაშვილის მმართველობაშია და პარალელურად სააკაშვილი ცდილობს, რომ რაღაცნაირად საკუთარი ადგილი იპოვოს ამ პარტიის წიაღში და მეორეს მხრივ არიან წვრილი პარტიები, რომლებიც ცდილობენ ალტერნატიული ცენტრის იდეას შექმნან, მაგალითად მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მის გარშემო უნდა გაერთიანდნენ ყველა სხვა პარტია, მათ შორის გახარია და სხვები. მოკლედ კონფიგურაცია თქვენ ციცით და მაყურებელმაც, ხო? საბოლოო ჯამში როგორ განვითარდება ეს მოვლენები? თქვენი ოპონენტები არა მხოლოდ არჩევნების მოგებას გეგმავენ, არამედ ქართულ ხალხს პირდები, რომ 3 წელიწადში შეიძლება ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ. როგორ ფიქრობთ ამ ველზე, რა განვითარებას უნდა ელოდოს ამ მრჩეველი, რომელიც ახლა დღეს ამ ფაქტებს უყურებს და უსმენს? ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ რეიტინგებს, მათ შორის ბოლო კვლევა ჩავატარეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ზრდა დაფიქსირდა ბოლო კვლევასთან შედარებით დეკემბრის ბოლოს. და ნუ ჩვენი მონაცემები არის დღეს უპრეცედენტო, ანუ ასეთი მაღალი რეიტინგი არ ქონია არასდროს 2012 წლიდან მოყოლებული. ეს არის ერთი ჩვენი შეგიძლიათ პროცენტებიც გითხრათ. 60%-მდე არის ასული ალოკაციით, ეგრეთ წოდებული ალოკაციით ჩვენი მონაცემები. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, 20%-ზე ქვემოთ არის პარტია და რაც შეეხება სხვა პარტიებს, ისინი ვერ უნახავენ ბარიერს. ანუ ეს არის დღევანდელი ამოცემულობა. დღეს რო საპარლამენტო არჩევნები იყოს, ორი პარტია იქნება პარლამენტში. გარანტირებულად ორი პარტია შევა მხოლოდ პარლამენტში. რაც საბოლოო ჯამში არსებითად სურათს არ ცვლის, მესამე პარტია რო შევიდეს, მაინც ორი პარტია იქნება პარლამენტში, იმიტომ რომ რა განსხვავება ხა ლელო შევა თუ გირჩი თუ რომელიმე სხვა, ისიც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ხო, თქვენ გახსოვთ 8 პარტია შევიდა რეალურად პარლამენტში წინა არჩევნების შემდეგ, იქ იყო ერთ-ერთი გირჩი და იყო მოქალაქეები, ნუ ჯამში 6 დეპუტატი, იყვნენ ევროპელი სოციალისტები, კიდევ 4 დეპუტატი, ნუ 10-ს დანარჩენი იყო ერთი პარტია.
ყველა ერთად, ნაცმოძრაობა, ვაშაძე, ლელო, რა ვიცი, აბსოლუტურად ყველა გახარია, ყველა ერთად იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა. არავითარი განსხვავება მათ შორის არ იყო. ასეც და ისეც სულ თეორიულად მესამე სუბიექტი შევიდეს, ესეც იქნება, რა თქმა უნდა, ამ მეორე პარტიის გაგრძელება. ოპოზიციის ამ ნაწილმა ვერ ისწავლა გაკვეთილიდან გამომდინარე და ვერ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაემიჯნონ ეს ბოლომდე რა ნაცმოძრაობას. ხო, მე მგონი უბრალოდ სწავლის რესურსი არ აქვთ. მას შეიძლება, რა ვიცი, ინტელექტი, გამოცდილება, რაღაცეები. ნუ ფაქტია რომ ვერ სწავლობენ, ხო, ჯერ რომ შეხედავთ მათ შორის მათ PR-ს, მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს, ხო, ავიღოთ იგივე ნაცმოძრაობა რას აკეთებს. ხაბეიშვილი ყავთ, რა უნდა ესწავლოთ. ხაბეიშვილი ყავთ, საკუთარ თავმჯდომარედ გეზერაშვილი ყავთ, ლიდერად, ხო? ნუ ფაქტია რომ ვერაფერი ვერ ისწავლეს, ვერც საკუთარი დანაშაულებიდან, ვერც საკუთარი შეცდომებიდან, ვერაფრიდან ვერ ისწავლეს. ვერაფერი იგივე ეხება ხაზარაძეს, ნუ აშკარად ვერ სწავლობს ეს კაცი და არც აქვს სწავლის რესურსი, ნუ გახარია და ეს შემდეგ, ნუ არც ერთს არ აქვს არაფრის სწავლის რესურსი. სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთი რომ ნუ ერთი ინტელექტის თემაც არის და მეორე არის ის რომ ზედმეტად არიან დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით. და ამ სიმძიმის ფონზე რაღაცების სწავლა არის ცოტა უფრო რთული მათთვის. აი ამ უიმედო სიტუაციის მიუხედავად, რომელიც ახლა არის ოპოზიციაში, მაინც ისინი მუშაობენ გარკვეულ გადარჩენის ფორმულაზე. შეიძლება ითქვას, რაზეც თქვენც გისაუბრიათ, ეს არის რომ თავად ნაცმოძრაობა, ფორმალურად ეს ორგანიზაცია უნდა შესუსტდეს იმისთვის, რომ გაძლიერდნენ სხვები. აი ეს რა სტრატეგია და რამდენ შეიძლება მას პერსპექტივა ჰქონდეს. ხო, ნუ მე მაგათაც სხვანაირად ვერ ახსნი და ვერც საზოგადოება მეგონი ვერ ხსნის ხაბიაშვილის თავმჯდომარეობას. როცა იცი რომ არის ადამიანი აბსოლუტურად ოდიოზური კომიკური და მას ნიშნავ პარტიის თავმჯდომარედ, იქ ეზერაშვილი ყავს წინაპლანზე, რომელიც უამრავ დანაშაულს, ყველა მიცის რომ ის რო კრიმინალია, თავისი ბოლო დანაშაულებით, რომელიც ევროპულ პენსიონერებს უკავშირდება და მანამდე ბიზნესის რეგედი, ჯარის ძარცვა და კორუფცია და უბედურება, ხო? როდესაც ასეთი სახეები ყავს წინაპლანზე, აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა გეგმაა და ამ გეგმების უკან ვიღაცები დგანან, ხო? რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. და ნუ ეს ტენდენცია იკვეთება, ეს რაღაც თითქოს გეგმა, რომ ცოტა ქვევით უნდა ჩავიდეს ნაცმოძრაობა, ნუ ბარიერს მაინც გადალახავს, ეს არის გათვლა და თუ ქვევით ჩავა მათი პროცენტი ამ შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული მესამე სუბიექტი მოახერხებს ბარიერის გადალახვას, სინამდვილეში ეს მესამე სუბიექტიც იქნება, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის გაგრძელება. გვარებს ჩამოთვლი და დანარჩენზე საზოგადოება იმშელებს, ხო? ეს არის ხაზარაძე. ხა როგორ შეიძლება თავის დროზე იყო ეს გეგმა, რომ მაგალითად ევრონაცები თუ რა ქვიათ, ევროპული საქართველოს წარმოეჩინათ არანაცმოძრაობა. როგორ შეიძლება ბოკერია, ან ჭიაბერაშვილი, ან ვიღაცა სერგი გაბანიძე წარმოაჩინო არანაცმოძრაობით, მაგრამ ვიღაცებს, ვინც გეგმავდა ამ ყველაფერს, ეგონათ რომ ნაცმოძრაობის წევრებიც იყვნენ და ხელისუფლებაში, აი ხაზარაძე ეგონათ რომ ნაცმოძრაობის წევრებიც იყვნენ და ხელისუფლებაში, აი ხაზარაძე ამ დროს არ იყო. არსებობს, ხო? სადაც პირდაპირ ხაზარაძე იყო ნაცმოძრაობასთან ერთად ჩართული ბიზნესის რეკეტში, ელიტ ელექტრონიკის ცნობილი საქმე, საწოვის ცნობილი საქმე და ეს შემდეგ, ხო, კონკრეტული საქმეები, კონსტანტას ცნობილი საქმე, პირდაპირ ეს კაცი იყო ბიზნესის რეკეტში ჩართული, აუცილებელი ხო არ არის, რომ მინისტრი ყოფილიყო ან პარლამენტის წევრი, ხო, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული ნაცმოძრაობასთან ერთად. კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, ნაცმოძრაობის ხელისუფლების ჩარევით, ხო, ნუ ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს, მათ შორის რაც შეიძლება საუბარი. ნუ პირდაპირ იყო დაკავშირებული, ხო? ნუ რაც ხდება გახარიას. გახარიას აქვს 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან. აქ ხო დამთავრებულია ყველაფერი. როცა კოალიციაში შედიხარ ნაცმოძრაობასთან, იქ პირდაპირ ეს არის იმის აღიარება, რომ თქვენ ხართ ერთი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ახლა გახარია იხოს, რომ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს თამაში. რაღაც პიარული დროიგია. კოალიცია გაქვს შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში. ან ეს ხო ნიშნავს, რომ იგივე რო ყოფილიყო ვითარება პარლამენტში, აქაც ხო შექმნილი კოალიციას. რა განსხვავება? ან კოალიცია აქვს შექმნილი, შესაძლოა ერთად არიან, ხო? პირდაპირ ჩანს ამ ყველაფრიდან. სალომე ზურაბიშვილი სადაც არის, უკვე საზოგადოებამ ნახა, ხო? ერთი-ერთში მისი მესიჯები პირდაპირ ემთხვეოდა
ნაცმოძრაობის მესიჯებს, მათ შორის კანდიდატის ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახსენებს. მელია, გვარამი და შემდეგ. ხო ეს ხალხი მოიაზრება, ლომჯარია, როგორ შეიძლება ლომჯარია ვიღაცამ წარმოიდგინოს არანაცმოძრაობა და ან მელია და შემდეგ, ხო? ერთი ჯგუფია, ეს ყველაფერი არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ძალიან საზოგადოება იმდენად მომწიფებული და გამოცდილია, რომ ძალიან რთულია ასეთი პროდუქტი როგორც არის ეს ერთობა ხო ხაზარაძე მელია გახარია ლომჯარია ზურაბიშვილი გაყიდო მიყიდო ამ საზოგადოებას ქართულ საზოგადოებას შენ როგორც არანაცმოძრაობა მაგრამ თუ ეს გეგმა არ იმუშავებს და დამოუკიდებლად მათ შანსი არ ექნებათ რომ ბარიერი გადალახონ ესე იგი ალტერნატივა არის რომ ერთი სია შედგეს ნაციონალური მოძრაობის სახელით და ასე გავიდნენ პარლამენტში ეგეც შეიძლება რა ვიცი ეს მათი საქმეა პრინციპში ეს კარგი იქნება იმიტომ რომ ისედაც ნაცმოძრაობა ღირსეულად რაღაც ღირსება სად აქვს, მაგრამ გამოდი და დაერქვი რაც ხარ. იმის მაგერად რაღაც ემაიმონო საზოგადოებას, ხო? კოალიცია შექმნა შენ იმას გახარიას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობასთან ერთად და თან ემაიმონო რომ ვითომ ესე რა ქვია, არ ხარ მათთან ერთად რანაირად კოალიცია გაგშექმნა. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ორი საკითხი არსებობს. პირველი სააკაშვილის შეწყალება და მეორე გავბედავს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ არჩევნებში ჩართვას ღიად გულისხმობს და რასაც უნდა მოხდეს შესაბამისი პროცედურები, მის გადადგომა და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რა პასუხები გაქვთ ამ კითხვებზე? თუ რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში მის ჩართვას ეს არ არის გამორიცხული პირიქით ერთ-ერთი თავი გეგმა რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა ამ სუბიექტებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის აგვისტოს სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან და პირდაპირ ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებში. ნუ ბევრს არაფერს არ გარგავს ისედაც გადის წლის ბოლომდე მისი უფლებამოსილების ზღვა და ორ თვეზეა საუბარი გადადგება ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებში. ნუ უბრალოდ აქაც ვერთვლიან თქვენ გახსოვთ რა მიიღეს გახარიას გადაყენებით. ვერაფერს ვერ მიიღეს ხო საბოლოო ჯამში პირიქით რესურსი დაკარგეს. ნუ აქაც ზურაბიშვილის გადაყენებით ვერაფერს ვერ შეიძინენ სამაგეროდ არჩევნების შემდგომ თუ რამე აქვთ ჩაფიქრებული იქაც დაკარგავენ რესურსს ხო პრეზიდენტის თანამდებობის სახით. ამიტომ აქ დიდი რესურსი, დიდი თამაში არ აქვთ არც მათ, არც მათ პატრონებს. ბერგეტის სააკაშვილის შეწყალების. ხო, ნუ ეს ბერგეტი არსებობს, ნუ გამდინარე იქიდან, ნუ ეს ბერგეტი არსებობს, ნუ გამდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იგადრა სალომე ზურაბიშვილი რატომაც ის ერიდება ამ გადაწყვეტილების მიღებას ნუ დანარჩენი ვნახოთ ჩვენ არ გვაქვს აქ არაფერი რესურსი რომ ესე მოქმედება მოახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია ნუ დანარჩენი ვნახოთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ესე ჩანს რომ გარკვეული ფონი მზადდება თავად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის. ხო ლაპარაკია რომ ელექტრონული არჩევნები ეს არის გაყალბების ინსტრუმენტი რომ ემიგრანტებს უნდა მიეცათ დამატებით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. გარემო არის უთანასწორო და ასე შემდეგ. თქვენ რამე საფრთხეებს ხედავთ ამ გზავნილებში? ხო, ნუ რეალურად არჩევნების დღესთან დაკავშირებით ვერაფერს აღარ ამბობენ. რაც შეეხება ელექტრონულ აპარატურას, პრაქტიკულად ყველა საგეც ხსნის, რაც იყო აქამდე რაც სპეკულაციის საგანი თუ გნებავთ არასპეკულაციური საუბრის საგანი, ყველა საკითხი იხსნება. საბოლოო ჯამში იგივე ეს დაუბალანსებელი უქმები და ეს შემდეგ, ხო? მარტივად ელექტრონული წესით მიცემენ ხმას უბნებზე, ამორჩევლელი რეგისტრაციასაც გაივლიან ელექტრონული წესით და მარტივად 8 საათზე ღილაკზე თითის დაჭერით დაიბეჭდება ოქმი. და საბოლოო ჯამში მერე მოხდება კიდე გადათვლა, ბიულეტენების მიხედვით დადარება მოკთან, ყველაფერი არის უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნების დღეს ყველაფერი ჩადარდეს სათანადოდ და ამიტომ ვეღარ საუბრობენ დიდად არჩევნების დღეზე, აქცენტს აკეთებენ წინა საარჩევნო პერიოდზე და თუმცა ესეც ძალიან სუსტია, აქაც ძალიან სუსტია მათი პოზიციები, აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება საარჩევნო პროცესები, თუ რაიმე პრეტენზია ვინმეს ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თითოეული საკითხი, რაც ვიღაცა შეიძლება აშფოთებდეს. ნუ რეალურად საბაბიც კი არჩება ოპოზიციას იმისათვის, რომ აქ რამეზე ისაუბროს, თუმცა ნუ რისკები არსებობს. არ არის განვითარდეს იგივე სცენარი, რაც იყო 20-ში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ნუ ცნობილი გამონათქვამია, რომ ერთდინარეში ორჯერ ვერ შეხვდა, ხო? ნუ თუ შეესწებიან შეიძლება ეს ნაცმოძრაობას არ ეხებოდეს. ხო, შეიძლება, ხო, ნუ რეალურად ხო მათ რაციონალურ ნაბიჯებზე ვერ გათვლი ბუნებრივია, მაგრამ
თავისთავად წარმატების შანსი ასეთ ცდილობას ვერ ექნება. თუმცა აქ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება შექმნილი მსოფლიოში. რა პროგნოზს და რა ცვლილებას ელოდებით, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნაც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება და შიდა პოლიტიკური სტაბილურობაც. შესაძლებელია დღეს იმის გათვლა, რა სიტუაცია იქნება რეგიონში? ცოტა რთული არის, პირველ რიგში რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა უკვე ეს ომი, ალბათ სადღაც ერთი წელი ოდნავ მეტი კიდევ გაგრძელდება. თან მით უმეტეს საარჩევნო პროცესებია არაერთ ქვეყანაში. მათ შორის უკრაინაში გადაიდო არჩევნები, რუსეთში არის თვითონ არჩევნები, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის არჩევნები, ევროპარლამენტის არჩევნებია. ასეთ პირობებში არ ვიცი, შეიძლება რთული იყოს ომის დასრულებაზე კონცენტრირება სხვადასხვა მხრიდან. თუმცა საბოლოო ჯამში ალბათობა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის ომი დასრულდეს, არის საკმაოდ მაღალი. დანარჩენი ვნახოთ დღეს რთული ვითარება ფრონტზე სხვადასხვა თვალსაზრისით. შევხედოთ, ჩვენ მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს დავამტკიცეთ ამ 3 წლის განმავლობაში, რომ მიუხედავად ძალიან რთული ვითარებისა, რომელიც არის ამ 3 წლის განმავლობაში, რომ მიუხედავად ძალიან რთული ვითარებისა, რომელიც არის ჩვენს გარშემო, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას და რა თქმა უნდა მომავალშიც თავიდან ბოლომდე ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და კონცენტრირებული. სანამ დავასრულებთ, ასევე მინდა ერთ საკითხს შევეხოთ, ეს არის ოცნების ყრილობა, რომელიც გაიმართება 30 დეკემბერს. ხელისუფლების ოპონენტები ავრცელებენ ცნობას, მათ შორის ბიზნა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რომ დიდი ცვლილებების შესახებ. რა ხდება რეალურად? რის თქმაც გვინდოდა ჩვენ თქვით ჩავატარეთ ბრიფინგი, თქვით რომ პოლიციაბრძოლის შემადგენლობის განახლება არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა, ჩატარდება ყრილობა, უკვე არის წარდგენილი პოლიციაბრძოლის შემადგენლობა, არსებითი ცვლილებების გარეშე, უბრალოდ შემცირდა გარკვეული გარემოებების გამო პოლიციაბრძოლის შემადგენლობა და ამის გამო გვინდა წესდებაში მცირე ცვლილების შეტანა, პოლიციაბრძოლის განახლება. საბოლოო ჯამში ჩატარდება ყრილობა და ყველა იხილავს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი ღონისძიება, ეს იქნება კულმინაციური ღონისძიება ამ მნიშვნელოვანი წლის ბოლოს. კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დასრულდა ერთი დიდი პოლიტიკური ეტაპი, მაგრამ ახლა საინტერესოა მომავალ წელს რა დღის წესრიგი გექნებათ მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას, რა იქნება თქვენი ამოცანა ამ მთელი ამ პოლიტიკური ოპონირების მიღმა? ჩვენთვის მთავარია, რომ თანმიმდევრულად განვაგრძოთ ზრუნა ქვეყნის განვითარებას. მთავარი ეს არის. მთავარი ჩვენი დღეს წესრიგი უნდა იყოს ეს. ეკონომიკის ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია მთლიანობაში, რო შევხედოთ მონაცემებს, მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდი რაც გვეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი დოლარი 2021 წლის დასაწყისში და ამ წლის ბოლოს გახდა 30 მილიარდი დოლარი. ანუ 16 მილიარდი დოლარიდან გახდა 30 მილიარდი დოლარი. ანუ ასეთი ნახტომი ჩვენ ეკონომიკაში სამწლიან პერიოდში არ ქონია აქამდე. რთული პროცესები გამოვიარეთ ჩვენ ეკონომიკურად 2012 წლიდან რაც ვართ ხელისუფლებაში, 2020 წლის ჩათვლით იყო ორი კრიზისი. პირველი კრიზისი უკავშირდებოდა პირველ ომს უკრაინაში 2015-16 წლები გახსოვთ, იყო სავალუტო კრიზისი და მან გამოიწვია სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. და შემდეგ იყო უკვე კოვიდი, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია და შემდეგ. ანუ რთული პროცესები გამოვიარეთ, ამის გამო არ ქონდა სახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა ეს 3 წელი იყო აბსოლუტურად განსხვავებული. 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა 3 წელიწადში. მომავალი წლის პროგნოზიც არის ძალიან კარგი და სავალუტო ფონდი გვეუბნება ჩვენ, რომ ასე თუ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკით 2028 წლისთვის მინიმუმ 12,000 დოლარს გადავაჭარბებთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის განულდება უკვე სიღარიბე, ჩვენ მოახერხეთ 30%-დან 15-90%-მდე ჩამოვიდა სიღარიბის მაჩვენებელი ამ წლების განმავლობაში და თუ ჩვენ მივახცევთ 12,000 დოლარიან ნიშნულს, რასაც გვპირდება სავალუტო ფონდი არსებული ეკონომიკური ტენდენციებით და პოლიტიკით, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის
განულდება. მოკლევადიან პერსპექტივაზეა საუბარი. ხო 2028 წელზე, 5 წელიწადში თანმიმდევრულად ეს მოჩვენებელი სულ უფრო მეტად უნდა შემცირდეს. ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ეკონომიკის ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია ეს, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კუთხით, ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად, იგივე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ქვეყნის შიგნით ვითარების გამყარების კუთხით, ამიტომ თანმიმდევრულად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩვენი მოსახლეობისთვის. თავი დღის რიგი მაინც ეს უნდა იყოს და არ უნდა გადავიტანოთ ჭარბად აქცენტები ისეთ თემებზე, რაც ხელოვნურად არის შემოთავაზებული. თავი არის კიდევ ერთხელ გაემერებ ეკონომიკური სოციალური წინსვლა ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ამაზე დავხარჯავთ ეკონომიკური სოციალური წინსვლა ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ამაზე დავხარჯავთ დროს მომავალ წელს. მადლობას წელით და ამის ვასრულებთ სატელევიზიო სეზონს. მაყურებელს უნდა ვუთხრათ დიდი მადლობა. ასე